ესე იგი, ანუ არის გადასაზიდი რაღაცა, რაც გადააქვთ. საიდან სადღაც გადაიტანენ, ალბათ სატრანსპორტო პაკეტის ნომერებაში ნიშნავს, რომ გადააქვთ და პაკეტში სანამ არის დიამეტრი არის 60 სანტიმეტრი, არც ისე დიდი, თქვათ, ჩემ ფეხის სიმაღლე მუხლამდე ალბათ ზემოთ და სიმაღლე არის 1 მეტრი. ანუ რაღაცა. ბოდიში H1, ანუ სიმაღლე არის 1.20 მეტრი, ანუ ორმაგი დიამეტრზე. ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ ცილინდრული ფორმის არის. რადგან საუბარია დიამეტრზე და სიმაღლეზე. ყოველ შემთხვევაში დაკეცილ პაკეტურ მდგომარეობაში უნდა იყოს ცილინდრული ფორმის. რადგან დიამეტრი აქვს. ზომი ახლა ეს იშლება, რომ გაიშლება ამრეკლი ეკრანის მაქსიმალური გაბარიტი, მინიმალური გაბარიტი, ანუ ეს რაღაცნაირად იშლება, განივკვეთის სიმაღლე, გაშლის დრო 11 წუთი ჭირდება რომ გაიშალოს და შეიძლება ეს იყოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც გაუშვა საქართველოს კოსმოსში. ირაკლი მეძმარიაშვილი, მე მგონი, თუ სწორად ვიხსენებ სახელს და გვარს, ეს უნდა იყოს. შენ იხსენებ ელგუჯა მეძმარიაშვილი. ელგუჯა მეძმარიაშვილი. ირაკლი მეძმარიაშვილი სხვა იყო, პოლიტიკოსი იყო, მე მგონი, ხო. ხო. რაღაცა ეგეც წააგავს, რომ კოსმოსში გაიშალა და ხო გვაქვს ჩვენ ქართველებს გვაქვს გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი. კოსმოსში და ეს 90-იანებში გავაკეთეთ, მე მგონი. უფრო რამე ვერსიაზე გარისკო, შეიკავო თავი მარასამუშაო. გური გასარისკია. ქართული ისტორიიდან მოვლენა. რამე ხო არ დავამონტაჟეთ, თქვათ, კოსმოსში კი არა, დედამიწაზე. მაგალითად აბასთუმნის ობსერვატორიაში რაღაცა ტელესკოპი. გარისკო. და თუ ამან არ გამართლა, მე აღარ გავრისკავს. აღარასოდეს. ამ თამაში მაგაც საერთოდ აღარც დამჭირდეს, რაც გარისკო და არც არ გარისკო. შეიძლება. გური გასარისკია. რთული გასარისკია. ფინალია. ეს არის პირველი და მეგონი ბოლოც. ქართული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში. მივიხე. დაფიქსირა რა. დაფიქსირა. საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი და ისეთი მსჯელობის შემდეგ, როგორიც უკვე ამ სეზონში არაერთხელ ვნახეთ ცოტასგან. ეს არის 4 ქულა. ეს არის სწორი პასუხი. ეს რა იყო? ეს არის პირველი ქართული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში, რომელიც გავუშვით ელგუჯა მეძმარიაშვილის მეოხებით. შემდეგი მინიშნება გქონდა ასეთი